გასული საუკუნის 50-იან წლებში საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ქართული ხალხური სიმღერა ნაკლებად პოპულარული იყო. თუმცა არსებობდა დიდი გუნდები, რომლებიც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ რეპერტუარს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისთვის ტარდებოდა რესპუბლიკური ოლიმპიადები და ოლიმპიადებისთვის იქნებოდა სარაიონო გუნდები, მაშინდელი იდეოლოგიისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ქართულ ხალხურ სიმღერას სრულიად ვერ გამოხატავდა. მე მახსოვს პირველად 1957 წელს, როცა შეიქმნა შვიდკაცა პირველი ანსამბლი, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ გაზეთები აჭრელებული იყო, რომ შეიქმნა ანსამბლი, რომელიც მღერის არაჩვეულებრივად ქართულ ხალხურ სიმღერებს. ეს ანსამბლი შეიქმნა სპეციალურად სტუდენტთა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალისათვის, რომელიც მოსკოვში ტარდებოდა 1957 წელს. მოგეხსენებათ ანსამბლს ახალგაზრდა, ჯერ კიდევ სტუდენტი ჯანსუღ კახიძე ხელმძღვანელობდა და ამ ანსამბლმა მალევე მოიპოვა ძალიან დიდი პოპულარობა. მე მოწმე გახდით იმ უდიდესი წარმატებისა, რომელიც შვიდკაცას ხვდა მოსკოვში. მოკლედ შვიდკაცამ უდიდესი წარმატება მოიპოვა და თელს სოფლიოში გაუთქვა პირველად სახელი ქართულ ხალხურ სიმღერას. ვინაიდან ეს კოლექტივი მაინც აი ფესტივალისთვის იყო შექმნილი, იქ 2 თუ 3 სიმღერა იყო მახსოვს ხალხური, მაგრამ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. დიახ, მორჩა ეს მეც ქუთაისში დავამთავრე სამუსიკო სასწავლებელი და 59 წელია ჩამოვედი თბილისში. ჩავაბარე კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე და გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ანსამბლი, რომელიც არ გაემსგავსებოდა მანამდე არსებულ არც ერთ ანსამბლებს. ანზორი ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, თამაზ ანდღულაძე. აი წლებში გახდნენ კონსერვატორიის სტუდენტები. კონსერვატორიაში სწავლობდნენ ალბერტ დანელიანი, თამაზ პავლოვი და აი შევიკრიბეთ ეს შემადგენლობა 1961 წელია ეს და 62 წელს უკვე პირველი კონცერტი მივეცი დიდი არტემ ერქომაიშვილის იუბილეს. შევასრულეთ რამოდენიმე სიმღერა, 2 საგალობელი. ბატონი არტემი იყო გახარებული, რომ ეს საგალობლები და სიმღერა გორდელა გავაცოცხლეთ. და გადაწყდა, რომ ანსამბლისთვის მაშინ დაგვერქმია ამ სიმღერის სახელი გორდელა. და დაიწყო თავისებური აღორძინება და მობრუნება ქართული სიმღერა გალობისაკენ. პირველ კონცერტებს, როდესაც ვატარებდით, სტვენით ხვდებოდნენ ახალგაზრდები და გვირევდნენ. აი ვაკის პარკში გვაქვს კონცერტი. მღერივართ შავშავს, მთელი დარბაზი აყვაყებით და სიცილი ხარხარით. თემური მიატოვა ქევხიშვილმა სცენა, გავიდა იქეთ და აი პირილი დაიწყო. ჩვენც აი ძალიან ესე დღეში ჩავარდით რა, ყველას ბურთები გაგვეჭირა. აი წარმოიდგინეთ, ასეთ პირობებში დავიწყეთ ზრუნვა ქართულ ხალხურ სიმღერაზე. კოლექტივიზაციისა და ხალხური შემოქმედებითი იდეოლოგიის მომხრე მთავრობას ქართულ ტრადიციულ გალობაზე თავისებური შეხედულება ჰქონდა. სცენაზე თამამად შეგეძლო შეგესრულებინა მოცარტის რეკვიემი ან ბახის მესა, თუმცა ქართული გალობის შესრულება წარმოუდგენლად ითვლებოდა. მოვნახეთ გამოსავალი.
ვინაიდან გურული საგალობლები თავის სტრუქტურით, ჰარმონიით, მელოდიკით ძალიან განსხვავდებოდა ქართკახული საგალობლებისაგან. აი ამ საგალობლებს დავარქვით ხალხური საგალობლები. რაც შეეხება ქართკახულ საგალობლებს, მოგეხსენებათ, რომ ზაქარია ფალიაშვილს ჰქონდა ჩაწერილი და თავის კრებულში ასე ზაქარია ფალიაშვილის კრებული აწერია ამას. და ვაცხადებდით პირველად ასე. ზაქარია ფალიაშვილი ალილუია, როცა ამბობს ზაქარია ფალიაშვილი, უკვე გზა ხსნილია. იმ პერიოდში ქართულ ეკლესიებში ფაქტიურად გალობა რასაც ქვია ვერ მოისმენდით ვერსად. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ვიგალობეთ. ოღონდ წირვის წესებში არ მიგვიღია მონაწილეობა. სტუმრები რო ჩამოდიოდნენ საზღვარგარეთიდან, მაშინ გვაძლევდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე ნებას, რომ ჩვენ გვეგალობა სტუმრებისათვის. იმ პერიოდისთვის, როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად პოპულარული იყო ხალხური სიმღერა ახალგაზრდებში და შვიდკაცამ ისეთი როლი შეასრულა ამ პოპულარიზაციის, ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში, რომ ყველა ახალგაზრდა უკვე ცდილობდა შეესწავლა ხალხური სიმღერა. თომას დაუმატებთ იმასაც, რომ გორდელამ დიდი ავტორიტეტი შეუქმნა ხალხურ სიმღერას, უკვე სტუდენტებში ჩამოყალიბდა პატარა ანსამბლები, ეს იყო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ყველგან ყალიბდებოდა ეს ანსამბლი, რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ კონცერტებზე და ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გორდელამ ამ საქმეში ძალიან დიდი როლი შეასრულა აგრეთვე. გორდელას თავარი დამსახურება ისიც არის, რომ პირველად ამ ანსამბლმა სცენაზე გამოიტანა, შეასრულა და შემდეგ ჩაეწერა ქართული საგალობლები, რომელიც პრაქტიკულად აკრძალული იყო მანამდე. და ესე ნელ-ნელა გორდელამ გააკეთა ის დიდი საქმე, რასაც ქვია ქართული სიმღერისა და გალობის სიყვარული. იმ პერიოდში მე მუშაობდი ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლში, ასე ერქვა მაშინ, ამ დაწესებულებას, რომელსაც ქალბატონი ნათელა ჯიღაური ხელმძღვანელობდა, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან მინდა ამ ჩემს დაწესებულებაში, სადაც 500-მდე ბავშვი ხერის, ცეკვავს, ხატვის წრეში და ასე შემდეგ, მინდა ამ ბავშვებმა ქართული ხალხური სიმღერა ისწავლონ. შეეცადე, გამიკეთო გუნდი და მე ყველანაირად დაგიდგები გვერდში. არ იყო იოლი მაშინ ბავშვების მოზიდვა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ხალხური სიმღერა ბავშვებში პოპულარული არ იყო. ქალბატონ ნათელასთან ერთად შევდექით ბავშვების შერჩევას. მოვიარეთ თბილისის სკოლები. თითქმის ვერც ერთი ბავშვი ვერ შევარჩიეთ. საოცარი ის იყო, რომ გრძნობდი ბავშვები ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ გამოცდის დროს, როცა მათ სმენას და ხმას ვამოწმებდი, მალავდნენ თავის ნიჭიერებას. იმიტომ რომ სცხვენოდათ და ბავშვები ამას ერიდებოდნენ. საქმე იმით გათავდა, რომ სკოლებში ჩვენმა მუშაობამ ქალბატონ ნათელასთან ერთად შედეგი ვერ გამოიღო. სულ ერთი ბავშვი მოვიყვანეთ, ბადრი ყარალაშვილი. მერე მიმართეთ ძველი მომღერლების ოჯახებს. ვასილ მახარაძე იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი, ჩემი მასწავლებელი, ქართული ხალხური სიმღერების იშვიათი მცოდნე. აშვილიშვილები ყავდა ბიჭები. ჩემი მეგობარი გივი ქუტიძე. ასევე შერერი მომღერალი, თვითონ კარგი მოგრიმანჯულე. შემდეგ იოსელიანები და რომელი ერთი ჩამოთვალა გვარები, ბევრი გვარები და მიმიყვანეს ბატონამ ზორი ხომაშვილთან გამსინჯა. მომღერა ქართული ხალხი მასიკარ და მოვეწონე ძალიან. და მოხდი მართლა დიდებულ წრეში, რასაც ქვია მომღერალთა წრე, მომღერალთა ოჯახები, ის თაობა, რომლებიც მღეროდნენ, რომლებიც ჩემ პერიოდში იყვნენ, რომლებიც ადრე პირველ თაობას წარმოადგენდნენ. ეს მართლა დიდებული შეგრძნება იყო. დავიწყოთ სიმღერების შესწავლა. პირველი ბატონება გვასწავლა ბატონმა ანზორმა და ბატონმა რამინმა მერე. ჩვენს გამოჩენილ მომღერალს რამინ მიქაბერიძეს, რომელიც წლების განმავლობაში მღეროდა დიდ სახელმწიფო ანსამბლში, მას ყავდა პატარა გოგონა,
5-6 წლის მაია მიქაბერიძე, რომელიც არაჩვეულებად ღეროდა თურმე კრემანჭულს. მე ვესტუმრე ოჯახში და მოვისმინე ამ ბავშვმა წარუსლელი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე. უნიჭიერესი გოგონა. მაიკო წამოვიყვანეთ მართვეში, ის ერთადერთი გოგონა იყო და დღემდე რჩება ერთადერთი გოგონად, რომელსაც მართვეს მართლაც წარუსლელი კვალი დააჩნია. მაიასთან ერთად მამამისი რამინ მიხაბერიძე მოვიწვიეთ მართვეში და მანაც მთელი თავისი შესაძლებლობა, მთელი გამოცდილება არ დაიშურა ენერგია, ყველაფერი გადასცა მართვეს და ეს პირდაპირ მხარში იმედგა როგორც რა ვიცი, არაჩვეულებრივად კარგი როლი შეასრულა მართვეს ბიჭების აღზრდის საქმეში. ასეთმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. რო შევერთეთ ეს სამივე ხმა და რო ვიმღერეთ, ეს მართლა რაღაც სხვა განზომილებაში გადავედი, იმიტომ რომ ისე მომეწონა და ისე მეცემონა, რომ აი იქიდან დაიწყო და დაიწყო უკვე ჩემი უფრო და უფრო მეტი სიახლოვე ქართულ ხალხურ სიმღერასთან და საერთოდ მუსიკასთან. 1978 წლის 9 მაისს შედგა ტელევიზიით მართვეს დებიუტი. გადაცემას უძღვეოდა ქალბატონი ჯულიეტა ვაშაღმაძე, კარგად მახსოვს. მაშინაც სახელი არ ერქვა და დაისვა ამ გადაცემაში საკითხი, რა სახელი უნდა დაერქმიათ ბავშვთა გუნდისათვის. მივიღეთ 200-ზე მეტი წერილი. უამრავ წერილში, რომელიც რედაქციაში მოვიდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან 80-მდე სხვადასხვა სახელია ჩამოთვლილი და ყველა უდიდესი სიყვარულით და დიდი რუდუნებითაა შერჩეული. აი ეს არის სწორედ აღსანიშნავი და დიდად სასიამოვნო. ზოგი სახელი ჩვენ უკვე გაგაცანით, როდესაც ამ წერილებს ვკითხულობდით და გარდა უკვე ნახსენების სახელებისა, გვინდა გაგაცნოთ კიდევ რას გვთავაზობენ ტელემაყურებლები. ეს არის სიხარული, მაია, ცისკარი, ქაჯანა, ტანძია, საუნჯე, მზე ჭაბუკები, აისი, ეკო, დილა, იმედი, არაგვიანი, გამახარე, კიდევაც დაიზრდებიან, მერცხლები, ჩანგი, ცანგალა და გოგონა, საქართველო, თბილისი და კიდევ მრავალი სხვა. ერთადერთი წერილი, რომელმაც საქართველოს ტელევიზიის ხალხურ გადაცემათა რედაქციის ყურადღება მიიქცია, იყო დავით შაქარიშვილის მიერ გამოგზავნილი წერილი საგარეჯოდან. იგი იწერებოდა: ანსამბლს უთუოდ ისეთი სახელი უნდა მოეძებნოს, რომელიც ასახავდა თვით ანსამბლის მიზანსა და იმას, რომ ეს პატარები ჩვენი შესანიშნავი ქართული სიმღერის, მისი უბრწყინვალესი ოსტატების ტრადიციების გამგრძელებლები არიან. პირადად მე გთავაზობთ სახელს მართვე. პატივისცემით დავით შაქარაშვილი, საგარეჯო. და დაიწყო მართვეს დიდი გზა, რომელიც დღემდე გრძელდება. თერხომ საქართველოში ელოდებოდნენ დიდი სიხარული და სიყვარულით ხვდებოდნენ მართვეს ყველა რაიონში, ყველა რეგიონში. შემდეგ უცხოეთშიც, პირველად რუსეთში მიგვიწვიეს კონკურსებზე, ფესტივალებზე, ყველას ვერ ჩამოვთვლით. მახსოვს, იაპონიის გაზეთმა დაწერა, რომ ეს ბავშვები გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე ვენის ცნობილი ბავშვთა გუნდია. ეს იყო ჩვენთვის უდიდესი შეფასება. ნელა-ნელა ხვდებოდით, ჩვენც ხვდებოდით უკვე და მონაწილეები ვიყავით იმ დიდი ზეიმისა, რასაც მართვეს წინსვლა ერქვა და ნელა-ნელა ნაბიჯ ზემოთ მწვერვალისკენ ასვლა ერქვა. მართვეში თაობა თაცვლა დაიწყო. კომპოზიტორის, მაშინდელი კულტურის მინისტრის ოთარ თაქთაქიშვილის გადაწყვეტილებით თბილისის 27 სამუსიკო სასწავლებელში ბავშვები პროფესიულ მუსიკალურ განათლებას იღებდნენ. ამ ჩანაფიქრის მიხედვით საომავლოდ თბილისის კონსერვატორია ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი სტუდენტებით უნდა დაკომპლექტებულიყო. მოგვიანებით ხალხური სიმღერის შემსწავლელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. შეუძლებელი იყო ამდენი მომღერალი ბავშვის ერთ ანსამბლში გაერთიანება. ამიტომ შეიქმნა ახალი ანსამბლი, რომელსაც ბიჭები დაირქვა.
მართვემ სათავე დაუდო არა ერთი ფოლკლორული ანსამბლის ჩამოყალიბებას და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას. შეიძლება ითქვას, რომ მართვე საწინდარი გახდა იმისა, რომ ქართული ხალხური სიმღერა ერში დაბრუნებულიყო. დღეს თუ საქართველოში მომავალი თაობა ამღერდა და მღერის, ამაში მართვეს უდიდესი მადლია.